გლობალურ კომპანიებში არსებობს კონტროლის სამი ძირითადი დონე, რომელიც თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული. პირველი ეს არის სტრატეგიული კონტროლი, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მიზნების კონტროლს და შემოწმებას, მონიტორინგს, თუ რამდენად ხდება სტრატეგიული მიზნების შესრულება, ამისათვის ხდება მიღწეული შედეგების შედარება დაგეგმილ საკითხებთან, თუ რა იყო დაგეგმილი და როგორ უნდა გაკეთებულიყო და ბუნებრივია ამის შემდეგ ხდება რეაგირება, ანუ რამდენად მოხდა იმ დაგეგმილი მიზნების მიღწევა, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში სტრატეგიულად კომპანიას უნდა მიეღწია. მეორე ეს არის უკვე ორგანიზაციული კონტროლი. ორგანიზაციული კონტროლი გულისხმობს თვითონ როგორც თანამშრომლების, ასევე ორგანიზაციულად ოპერირების და ძალიან ბევრი საკითხის კონტროლის მექანიზმების შექმნას. აქაც რამდენად სრულდება ის წესები, ის დებულებები, ის შიდა ურთიერთობების სისტემები რამდენად არის ეფექტური, რომელიც დადგენილია და შექმნილია სათავო კომპანიის მიერ, ამიტომ ორგანიზაციული კონტროლიც არის საერთაშორისო რევიზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. და ბოლოს ეს არის ოპერაციული კონტროლი, რომელიც აწყობილია და გულისხმობს ძირითადად ფინანსური ოპერაციების, გულისხმობს ასევე სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების და ყველა იმ ნაკადების ტრანზაქციული ხარჯების კონტროლს, რომელიც კომპანიის საშუალებით, მისი შვილობილი კომპანიის საშუალებებით ხდება გასვლა კომპანიიდან და საბოლოო ჯამში საკმაოდ რთული პროცესია, როდესაც წლის ბოლოს იგივე სათავო კომპანიის ოფისში, მისი დეპარტამენტებიდან თუ რეგიონალური მიმართულებებიდან ხდება უამრავი დოკუმენტაციის მიღება, მათი წარმოება, მათი შედარება, მათი აუდიტი და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესი. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ხდება სხვადასხვა ვალუტებში ბიზნესის წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, შემდეგ მისი კონვერტაცია ერთ ვალუტაში, რაც იწვევს გარკვეულ აცდენებს და საკმაოდ შრომატევადია ამ შეცდომებზე მუშაობა, რომ მოხდეს ზუსტი ბალანსის გამოყვანა, თუმცა ყველა საერთაშორისო კომპანია და გლობალური კომპანია მუშაობს ასევე გლობალურ აუდიტორულ კომპანიებთან, რომლებიც ერთიანი სტანდარტებით უზრუნველყოფენ და ერთიანი მიდგომებით ოპერაციული კონტროლის განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული დასკვნები თუ აუდიტის შედეგები პრაქტიკულად არის სახელმძღვანელო გლობალური კომპანიების ოპერირებისას ოპერაციული კონტროლის ნაწილში. მნიშვნელოვანია ასევე კონტროლის 4 ძირითადი ეტაპი, რომელიც შესაბამისობაში მოდის ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან, იგივე სტრატეგიულ, ორგანიზაციულ და ოპერაციულ კონტროლთან. პირველ რიგში ეს არის კომპანიის ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავება, ანუ და არსებობდეს რაღაც მაჩვენებელთა სისტემა, რის მიხედვითაც რაოდენობრივი მაჩვენებლებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია იყო ეფექტური, მისი მოქმედება ან არ იყო ეფექტური. ამიტომ ბუნებრივია ნებისმიერ კომპანიაში არსებობს შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, გლობალურ კომპანიებზე გვაქვს რა თქმა უნდა საუბარი, რომელიც ემყარება ეფექტურობის მაჩვენებლების ერთიან სისტემას. ასევე არის ეფექტურობის გაზომვის საშუალებები, თუ როგორ უნდა მოხდეს გაზომვა, რამდენად იყო დამაკმაყოფილებელი ის შედეგები, რომელიც შეიძლება რამდენად ეფექტურია ეს შედეგები, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ეფექტურობას და ბუნებრივია ამ გაზომვის საშუალებებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დინამიკაში იქნას წარმოდგენილი თვითონ კომპანიის მუშაობა და მისი მოქმედების პრინციპები. ასევე თუ ჩვენ გვაქვს პირველი ორი პრინციპი, რომელიც ზემოთ ჩამოთვალე, გვექნება შესაძლებლობა ეფექტურობის ფაქტიური დონე შევადაროთ ეფექტურობის იმ დონესთან, რომლის მიღწევად ჩვენ გვსურდა და პრაქტიკულად განსხვავება მათ შორის უკვე იძლევა საშუალებას ჩვენ შევადაროთ, რამდენად წარმატებული იყო ჩვენი ქმედებები, რამდენად წარმატებული იყო კონკრეტულად რომელიმე დეპარტამენტის ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებელი იყო ამ მიზნების შესრულებაზე და ამის შემდეგ უკვე გვაქვს სურათი, მაგალითად, სად იყო ჩავარდნა, სად იყო სუსტი წერტილი და რა ნაწილში გვაქვს პროცესები გასაძლიერებელი. ასევე რეაგირება შეუსრულებელ ამოცანებზე, ეს არის მეოთხე ეტაპი ამ ნაწილში, რომელიც გულისხმობს
შედეგებიდან გამომდინარე სათაო კომპანიის რეაგირებას, გადაწყვეტილებების მიღებას, მაგალითად ჯგუფმა, დეპარტამენტმა თუ მიმართულებამ, რომელმაც ვერ შეძლო თავის გართმევა კონკრეტულ ამოცანებზე, მას არ აქვს საკმარისი შედეგები, რომელიც აკმაყოფილებს სათაო კომპანიის თუ გლობალური კომპანიის მოთხოვნებს, ბუნებრივია რეაგირება და გადაწყვეტილებები მიიღება ამასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დაუშვათ გუნდის დათხოვნა, ახალი გუნდის შექმნა ან გაძლიერება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ რეაგირების შედეგად ეფექტურობის ის დონე იქნას მიღწეული, რომელიც მნიშვნელოვანი და რომელიც საჭიროა. კონტროლის სისტემების დანერგვა, კონტროლის ძირითადი მეთოდები და საერთაშორისო კონტროლის ასპექტები. სისტემების დანერგვა ბუნებრივია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. აქაც არსებობს საერთაშორისო აღიარებული სისტემები, კონტროლის მექანიზმების, იგივე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ახდენენ მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრატეგიული და ასევე ოპერაციული ორგანიზაციული სტრუქტურების და მისი იმპლემენტაცია თვითონ კომპანიის შიგნით როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტის ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონტროლის ძირითადი მეთოდები, რომელითაც ხორციელდება და ეს არის შემდეგი მექანიზმები, ეს არის ბუღალტრული ანგარიშები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეალური ბერკეტია, რომ კონტროლი იქნას განხორციელებული და მათი მონიტორინგის საფუძველზე იქნას გარკვეული შედეგებზე საუბარი, იგივე თუნდაც შემოსავლები, ხარჯები, რამდენად რეალური და რამდენად ეფექტური იყო, რომელიც ამ კომპანიამ განახორციელა, სწორედ ეს ბუღალტრული ჩანაწერების საფუძველზე ხდება მათი შეფასება, ასევე იგივე აქტივები, ბალანსი, ვალდებულებები თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც სწორედ ამ ჩვენებელს ემყარება, მართვის პროცედურები, რომელიც ძირითადად აგებულია ადმინისტრაციული მართვის ერთობლიობებზე და მექანიზმებზე, ასევე კომპანიის პოლიტიკა, სტანდარტები და წესები, რომელიც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს კომპანიის გამართულ მუშაობას და ასევე ბევრ კომპანიას აქვს აქტივობის კოეფიციენტები, რომელიც ზომავს თუ რამდენად ეფექტური იყო და რამდენად აქტიური იყო კომპანია თუ დეპარტამენტი, თავისი შვილობილი კომპანიები წინა პერიოდთან შედარებით და რამდენად გაიზრდება იგივე აქტივობის კოეფიციენტები, ან მცირდება აქტივობის კოეფიციენტები, რომლებიც დაკავშირებულია აი სწორედ გლობალური კომპანიის მოქმედებასთან. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კონტროლის სისტემა ზოგადად საერთაშორისო კომპანიებში არის საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესი ეფუძნება, რომელიც შედგება მრავალი კომპონენტისგან და თითოეული მათგანის, ასე რომ ვთქვათ, კონტროლის მექანიზმის გამართული მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს კომპანია. ჩვენ გვექნება საშუალება იგივე ლიტერატურაში ან სხვადასხვა კომპანიების მაგალითებზე განვიხილოთ მათი კონტროლის მექანიზმები, თუ რა პროცედურები აქვთ, რა დეტალიზებული მაჩვენებლები აქვთ, რის მიხედვითაც ისინი ზომავენ დაუშვათ ეფექტურობას საკუთარი საქმიანობის. და ბოლო საკითხი დღევანდელი ლექციის, ეს არის საერთაშორისო კონტროლის ასპექტები, აქ ძირითადად იგულისხმება კონტროლის წინააღმდეგობა, როგორც წესი, ბუნებრივია არსებობს გარკვეული წინააღმდეგობრივი საკითხები კონტროლის განხორციელების პროცესში, რომელიც მოითხოვს დაბალანსებულ ქმედებას და რომელიც იწვევს გარკვეულ წინააღმდეგობებს, მაგრამ სათაო კომპანიის მიდგომების შედეგად, მისი ღირებულებების თუ შეფასებითი სისტემების მოქმედების შედეგად შესაძლებელია ამ წინააღმდეგობების დაძლევა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერმა კომპანიამ საკუთარი გლობალური მოქმედების პროცესში და ასევე ოპერირების პროცესში გაითვალისწინოს ყველა ის ბარიერი, რომელიც შესაძლებელია კონტროლის მექანიზმების განხორციელებისას წარმოიშვეს და მის დაბალანსებას ზოგადად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ეს იყო ის საკითხები, რომელიც მე მინდოდა ამ ლექციაში თქვენთან ერთად მესაუბრა. ჩვენ სემინარზე შევეცდებით თითოეული ამ საკითხის კონკრეტული кейსებით და კონკრეტული მაგალითებით გაშლას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ლექციამდე.